მოგესალმებით, თქვენ უყურებთ აჭარა ტაიმსის პირდაპირ ეთერს, მიკროფონთან მე ჟურნალისტი სულხან მესხიძე ვარ. ჩვენ მიმყოფებით ბათუმის საქალაქო სასამართლოსთან, სადაც წუთი-წუთზე დაიწყება ბათუმში მცხოვრები 200-მდე ოჯახის საპროტესტო აქცია. საქმე ეხება თაყაიშვილის ქუჩაზე მშენებლობის საკითხს, რომლის დასრულების საკითხი წლების განმავლობაში არის გაჭიანურებული, რის გამოც საქმე არის უკვე სასამართლოზე გადაცემული, თუმცა აქ შეკრებილი მოქალაქეები ამბობენ იმას, რომ პროცესი არის შეჩერებული და სწორედ ამიტომ მართავენ საპროტესტო აქციას, რათა სასამართლომ მიიღოს დროული გადაწყვეტილება, რომლის შემდგომაც მათი ბედი ფაქტობრივად გაირკვევა. თქვენ ადგილზე ხედავთ საპროტესტო ბანერებს, ცოტა ხანში აქ უნდა დაიწყოს სიტყვის გამოსვლები, რომელსაც ცხადია პირდაპირ ეთერში მოგასმენინებთ. ასევე თქვენ მოისმენთ აქ შეკრებილი ადამიანების მოსაზრებებსაც. წუთი-წუთზე უკვე იწყება ეს გამოსვლები, შეგვიძლია მოусმოთ პირდაპირ ეთერში. ცოტა უცნაური ხასიათისა და შინაარსის აქციურ საწერია შეიძლება. არა, კანონი მაჩვენეთ, რომ არ შეიძლება ის, რასაც ახლა მე ვაკეთებ. კანონი. ჩვენ მაგიზა მოვედით, რომ მოსამართლეებს გავაგონოთ და ჩვენთვის ამას იმდენჯერ გვილაპარაკია, ვიცით? სასამართლოს მანდატურმა უთხრა, განუმარტა, რომ სასამართლოს მიმდებარე ტერიტორიაზე ხმაური არ შეიძლება, რაზეც მოითხოვა კანონის ჩანაწერით ამას ბაკურძემ, რომლის მიხედვითაც მათ ამის უფლება არ აქვს. საქმე გვაქვს სასამართლო ხელისუფლებასთან და სასამართლო ხელისუფლება არის ხალხის ხელისუფლება. სასამართლო დაარსდა და არსებობს იმისათვის, რომ როცა ადამიანები სხვადასხვა ინსტანციაში ვერ აღწევენ სამართლიანობას, სასამართლო უნდა გადაწყვიტოს, თვალი და მართალი. მაგრამ როცა სასამართლო არ ემსახურება ხალხს, რა შეუძლია გააკეთოს ამ შემთხვევაში? ჩვენ ყოველ შევალთ ეხლა და გამოვყრით მოსამართლეებს გარეთ და დავამხობთ. არა, ერთადერთი საშუალება არის ის, რომ მოვიდეთ აქ და ხმამაღლა, რაც შეიძლება ხმამაღლა გავაკეთოთ განცხადება და გავაგონოთ მოსამართლეებს, რომ ისინი ხელისუფლების მსახურები კი არ არიან, ისინი არიან ხალხის და კანონის მსახურები. ზუსტად იმის გამო, რომ მოსამართლე არ განიხილავს, აჭიანურებს, მოდის აქ ხალხი და ეუბნება პატივცემულო მოსამართლე, შენ ჩვენი ჯიბი დაღებულობ ხელფასებს, ჩვენ გაფინანსებთ შენ, ჩვენ შეგვაქვს ბიუჯეტში ის თანხა, რომლებიდანაც შენ ღებულობ ხელფასს და კეთილი ინებე, შენთან რომ შემოდის განცხადებები და საქმეები, განიხილე დროულად. იმიტომ რომ შენ კი არ უნდა განიხილო იმის მიხედვით, როდის მოიცლი შენ. არა, უნდა განიხილო იმის მიხედვით, რომ ხალხი რა მდგომარეობაშია. აქ ბევრი ვერ მოვიდა დღეს, იმიტომ რომ ბევრი უცხოეთშია. ბევრი გარდაიცვალა და ვერ მოვიდა. და ეს ხალხი, რომლებმაც საკუთარი ნაშრომი ჩადეს იმისათვის, რომ უკეთესი მიიღოთ, უკეთეს პირობებში ეცხოვრათ, მიიღეს უარესი. დღეს არიან ქუჩაში. ორმა ადამიანმა გამოართვა ფული, ჩაიდო ჯიბეში და წავიდა უცხოეთში. და ხალხი ქუჩაშია დარჩენილი და არავინ პასუხს არ აცემს. ხელისუფლება ამბობს, ორ კერძო პირის შორის დავაში მე არა მაქვს უფლება ჩავერიო. კარგი ბატონო, არა გაქვს უფლება, მესმის კანონითაც ასია. მაგრამ იქ სადაც უნდა აშენებული იყოს სახლი, უსაფრთხოება რო არ არის დაცული და ყოველდღიურად ძალიან დიდი საფრთხით ირგვლივ მოქალაქეები, ბავშვები, მოხუცები ცხოვრობენ. იმაზე ვინ უნდა აგოს პასუხი თუ არა ხელისუფლება, ხო? ამაზეც არ ზრუნავს ხელისუფლება. მაგრამ ხელისუფლებას გააჩნია ბერკეტი იმისა, რომ იმ მშენებლებს, ვაი მშენებლებს თუ მართლა მშენებლებს თუ ისე მშენებლებს მოგიდოს ხურში ხელი და უთხრას, ან დაასრულერაც დაიწყე, ან გადააბარეს სხვას, ვიღაცას, ვისაც შეუძლია ეს ყველაფერი დაასრულოს და დაამთავროს. აი ეს შეუძლია ხელისუფლებას. ამის ბერკეტი გააჩნია ხელისუფლებას, მაგრამ უნდა რომ არ უნდა.
ესე იგი გაჯინიანებულია ის მშენებელიც, რომელიც უცხოეთშია გაქცეული. აქეთ გაჯინიანებულია მოსამართლე, რომელსაც თაროზე აქვს შემოდებული ეს საქმე და არავინ იცის და ვერც გაიგებ, ვერც თავს, ვერც შუას, ვერც ბოლოს. და რა ქნას ამ ხალხმა? მოვიდნენ აქ იმისათვის, რომ სასამართლოს უთხრას დაასრულეთ დროულად ამ საქმის განხილვა. ჩვენ მოსამართლე მეტრეველს ამ თვის ბოლომდე ვაძლევთ ვადას. თუ ის საქმეებს არ განიხილავს და ამ საქმეს არ განიხილავს და არ დაასრულებს, საახალწლო ჯოჯოხეთს მოუწყობთ. თუ როგორი იქნება ეს ჯოჯოხეთი, ამას ჩვენ მოსახლეობა გადავწყვიტავთ. ეს ვიდეო შესავალი მეთქვა და მე ვთხოვ რამდენიმე ადამიანს თუ აქვს სურვილი, თუ არა და მაშინ ვცდილობთ თუ და წავიდეთ მერიას და რომ მერი არ გაგვექცეს კაბინეტიდან. თქვენ უსმენდით უფლებადამცველ თამაზ ბაკურიძეს, რომელმაც გააკეთა აქცენტი და მოთხოვნა გაახმოვანა საპროტესტო აქციაზე. ახლა კი ისმენთ ერთ-ერთი გაზარალებული მოსაზრებას. მიიღეთ ხალხის სასარგებლოდ, რომლებიც ბრალდებულები არიან თაღლითობის მუხლით, დაიჭირე და ჩვენ საშველი მოგვეცი რაღაცა, ჩვენ თავს მივხედავთ ვიღაცას, ჩვენ თვითონ მოუძებნით, ჩვენ სამართალს ჩვენ მოუძებნით მერე. ბატონო მოსამართლე მეტრეველო, გადაწყვეტილება მიიღე კანონიერი სამშენებლო ეს კორპუსი ხალხის არის და დაგვიბრუნე ხალხს. როგორც აქციაზე გახმოვანდა, ამ აქციის პარალელურად იგეგმება უკვე საპროტესტო მსვლელობა ბათუმის მერიის მიმართულებით, ასევე სადაც გახმოვანდება ეს მოთხოვნები. მოდით პერიოდულად მოვისმინოთ აქ შეკრებილი მოქალაქეების მოსაზრებები. მოგესალმებით, ქალბატონო, პირდაპირ ეთერში ვართ. გითხარით თქვენი მოთხოვნის სად არის მთავრობა, სად არის მერი? ამდენი წელია ხალხო, ამდენი წელი გაწვალებულია ეს ხალხი. თლიანი თანხა ჩარიცხული, არაფერი შედეგი არ არის, არაფერი მოთხოვნას არავინ არ აკმაყოფილებს. რა ხდება ამ ქვეყანაზე? სწოდვა ეს ხალხი კაცო, ზოგი ნაკირავებშია, ზოგი იქით წვალობს. ბოლო ხომ უნდა ითქვას რაღაცა ან კი ან არა, ან რაღაცა შედეგი უნდა გამოთქვან, ჩაიბაროს მერიამ, დაამთავროს და დაალაგოს ეს ხალხი. ხო შეიძლება ამის გაკეთება? რამდენი წელია რაც ელოდებით მშენებლობის დასრულებას? რამდენი წელია? 20 წელია, 15 მეტი უკვე გასული და მთლიანი თანხები 13-ში უნდა დამთავრებულიყო და მთლიანი თანხებია წაღებული და როგორ შეიძლება ასეთი უყურადღება როგორ შეიძლება დღევანდელ დღეს? მადლობა, თქვენს შეგვიძლია მოგისმინოთ, გითხარით აბა რა პირობებში ხართ და თუ ახერხებთ კომუნიკაციას სამშენებლო კომპანიასთან, რომელსაც აქვს თქვენი თანხები მიღებული, თუმცა მშენებლობა არ დასრულებულა? არავითარ შემთხვევაში არანაირი კომუნიკაცია, გაქცეულები არიან საზღვარგარეთ, წლები ვიცხოვრე საზღვარგარეთ, იმიტომ რომ საქართველოში რო ჩამოვიდოდი, მქონოდა თავზე ჭერი, თავშესაფარი მქონოდა. წლები გავიდა, ისე ვართ ქუჩაში, ისე ვართ ქირაში, ნაქირავებში. ისე მიდის სიტუაცია, რომ ვიფიქრეთ ჩვენ ხალხმა, ჩვენი გავაკეთოთ, შევიდეთ, მოვიწყოთ ჩვენი საცხოვრებელი, მერია ჩვენი პატრონი არ არის, სასამართლო ჩვენი პატრონი არ არის, ქალბატონი ქეთევანი თუ შეიძლება ამ ვამპირ ადამიანს უწოდო ქალბატონი, დარეკა ელექტროენერგია გადაგვიჭრა წყალი და ყველანაირად ხალხი შეგზღუდა, რომ ყველანაირად მოგიჭრა ყველაფერი გზა. ამ დაუსრულებელ შენობაში ახლა ვინმე ცხოვრობს, თუ გქონდათ მცდელობა შესვლის? გქონდათ მცდელობა შესვლის, დავიწყე რემონტი, რაც შემეძლო, თუ რამე თანხა შემომჩა, გავარემონტე, ვიფიქრე რომ შევალ, მაგრამ გადაგვიჭრეს როგორც თქვი ისე წყალი და დენი. ჩვენ მხოლოდ მერიას და სასამართლოსთან არ ვითხოვთ ელექტროენერგია ქვია ხომ ჯორჯიას, რომ ხალხს რაღაცნაირად გამოყოს ისეთი ის რომ ბოდიშით განერვიულებულზე დენი და წყალი მაინც ჩაგვირთონ. ეს მერიას ვთხოვოთ თუ ელექტროენერგიას, ეს თვითონ უკვე იმას იზამენ. ამ წყალ და დენსაც ვითხოვთ. კაცებია, მადლობა თქვენი მოსაზრებისთვის. მოგესალმებით, ქალბატონო, პირდაპირ ეთერში ვართ. გითხარით თქვენი სათქმელი, ვის მიმართავთ და რა პირობებში ცხოვრობთ ახლა? ძალიან ცუდ პირობებში ვართ. ნაქირავებში ვართ. აი ახლა რამდენი წელია? 2013-ის შემდეგ ნაქირავებში ვართ, იმიტომ რომ არ მოგცეს საშველი, რომ ჩვენ ნაცვალები, ჩვენი ნაშრომი თანხი შეძენილი ბინა დაამთავრონ და შეგვიშვათ, ან რამე საშველი დაგვაყენონ.
და თქვენი არაერთი მიმართვა გააკეთეთ, როგორც არაერთი ბათუმ, მიმართვა, თუმცა რეაგირება არ ქონდა. არავის არაფერი რეაგირება არ აქვს. ისევ და ისევ თავიანთ სასარგებლოდ იყენებენ ყველა ამ მუხს. გასაგებია, მადლობა. თქვენი მოსაზრებაც რომ მოვისმინოთ პირდაპირ ეთერში ვართ, მოგესალმებით. გითხარით, აბა ვის მიმართავთ და რამდენად გეიმედებათ თუნდაც ბათუმის მერია, ასევე მოსამართლის გადაწყვეტილებას ელოდებით ფაქტობრივად თქვენ რის მიღწევა გინდათ ამ საპროტესტო აქციებით? ამ საპროტესტო აქციით გვინდა მიღწევა, რომ ბატონმა მეტრეველმა მოსამართლემ გამოიტანოს კანონიერი გადაწყვეტილება, რაც ჩვენ ხალხს გვეკუთვნის გადაწყვეტილება ის, რომ ეს ჩვენია ეს კორპუსი და დამთავრდეს, აშენდეს თუ დაიჭერენ თუ რასაც იზამენ, ჩვენ სასარგებლოდ გამოიტანოს განაჩენი. მერიასაც ვიმართავთ, რომ გვიშვამდგომლოს თუნდაც ენერგოპროსთან, რომელიც ჩაგვიჭრეს და წყალკანალთან, რომელიც გაგვითიშეს წყალი რაღაცას ვაკეთებდით, ჩაგვირთონ, გვიშვამდგომლოს მერიას ამას მიმართავთ. რამდენი ოჯახი შევიდა ამ დაუსრულებელ კორპუსში და ცხოვრობს იქ ახლა? 3-4 ოჯახი ვაკეთებთ რემონტს და ახლა წყალი გაგვითიშეს და იქ ვერანაირად საცხოვრებელი პირობები აღარ არის უკვე. გასაგებია, მადლობა. ბატონ გადახდის საშუალებაც არ გაგვაჩნია, თუ ახლა ახალ წლამდე არ დასრულდება ეს და ქალბატონ მოსამართლე მეტრეველმა არ გამოიტანა განაჩენი, რომელიც დაგვაკმაყოფილებს ხალხს, მერე დიდმასშტაბიანი აქციის მოწყობას ვაპირებ. შეიძლება შიმშილობითაც გამოვიდეთ. გასაგებია, მადლობა. თქვენც გითხარით, ბატონო, აბა რა მოთხოვნები გაქვთ და ვის მიმართავთ? ჩვენ მოთხოვნები გვაქვს, რომ ეს დიასამი და კეთილო მეტავალი ჩამოშორდეს ამ საქმეს, გადმოგვეცეს ხალხს და ჩვენ თვითონ ვიპოვეთ სამშენებლო კომპანიას და ჩვენ თვითონ გავაგრძელებთ და დავასრულებთ ამ სახს. 13 წელიწადია ამას ველოდებით და რამდენი ხალხი გარდაეცვალა უკვე. კონტაქტი არ გამოდის თვითონ სამშენებლო კომპანიის წარმომადგენლებს. არავინ არ გამოდის, ეს გაქცეული არის, სადაც ის 10 წელიწადია 12 გაქცეულია თურქეთში ცხოვრობს. რამ გამოიწვია ამ პროცესის შეჩერება? თქვენ რა ინფორმაცია გაქვთ, რატომ ვერ დასრულდა ეს მშენებლობა? მე რამდენადაც ვიცი პროცენტით ღებულობდი ამ ფულებს და მე დიდ პროცენტებზე წევიდა ალბათ და ამიტომ ვერ დაასრულეს, იმიტომ რომ მაგინი რაც გააკეთეს ერთი ტოდა ალმატურა არ უყიდია და ბეტონი არ უყიდია, სულ ნიშიათ მოქონდა და ამდენი ფული საწავი და მე აზზე არა ვარ. ერთი ბინა 2 კაცია, 3 კაცია გაყიდული და ამდენი ფული 84 ბინა არის და 175 ადამიანზე თან ფულია აღებული. აი ეს ფულები დააგროვეს და მერე გაიქცა. მიატოვენ ანაბარად ეს მშენებლობა. მე მიმართავ ქალაქის მერიასაც, ბათუმის მმართველსაც, ყველას. თუ შეიძლება ეს როგორმე დაგვეხმაროთ ჩვენ ხალხს და ისინი ჩამოაშორონ სასამართლოსაც. ჩამოაშორონ მაგინ და გადმოგვეცეს ჩვენი სახსრებით დავამთავროთ. და შეიძლება რომ ქალაქის მერიამ დაასრულოს მასაკი ხალხს ცოტა გაუნაღდოს მისი ფულები და კი ექნება 136 ბინაზე ასული დაემატა. დიდი მადლობა, გაიხარეთ კარგად. მადლობა. თქვენ ისმენდით სასამართლოს მიმდებარე ტერიტორიაზე შეკრებილი ადამიანების მოსაზრებებს. ისინი აქციას მართავენ იმის გამო, რომ კომპანიამ, რომელმაც დაიწყო კორპუსის მშენებლობა, სამუშაოები ბოლომდე არ მიიყვანა. პროცესი არის დაუსრულებელი, მათ ვერ მიიღეს ფინები წლების განმავლობაში, საუბარი არის 10 წელზე მეტი არაც ისინი არიან ქუჩაში და ელოდებიან საკუთრების მიღებას და როგორც თავად ამბობენ კომპანიის წარმომადგენლებთან ვერ გადიან კონტაქტზე და მათი ბედი არის გაურკვეველი, საქმე კი გადაცემული არის სასამართლოსთვის, რომელიც თავის მხრივ საქმის განხილვას აჭიანურებს დროში, რის გამოც ისინი უკმაყოფილებას გამოთქვამენ და სწორედ ამიტომ გამართეს სასამართლოსთან აქცია, რათა მოსამართლემ დროულად მიიღოს გადაწყვეტილება. მოგესალმებით ბატონ თამაზ, მოკლედ გითხარით, თქვენ კი გქონდათ აქ საჯარო გამოსვლა, მაგრამ გამოსვლის ბოლოს თქვით, რომ ჯოჯოხეთს მოუწყობთ აქ მოქალაქეები, უკვე ახალი წლის შემდგომ თუ გადაწყვეტილება არ იქნება მიღებული, რაზე არის საუბარი, პროცესი რა ფორმას მიიღებს სამომავლოდ და ასევე როგორ ფიქრობთ, რამდენად გაქვთ იმედი, რომ ქალაქის თვითმმართველობა ამ საკითხს მიიტანს გულთან, იმიტომ რომ ეს არ არის ერთადერთი კორპუსი და ერთადერთი შემთხვევა, ქალაქში თითქმის 70%-მდე ანალოგიური სიტუაცია არის სამშენებლო კომპანიებში. იცით რა, სამწუხაროდ მართალი ბრძანდებით ამაში
როგორც ქაოსური მშენებლობა მიდის, ისე ქაოსურათა დაუსრულებელი მშენებლობებით გავსილი მთელი ქალაქი. და ყოველ დაუსრულებელ მშენებლობას ახლავს ანტისანიტარია და უსაფრთხოების ნორმების დარღვევა. გარდა იმისა, რომ მოქალაქეების უფლებებია დარღვეული, ხო? ხელისუფლება ამ შემთხვევაში პასუხისმგებლობას გაურბის და ამბობს, რომ მე რაშუაში ვალ, ორ კერძო პირს შორის მოხდა შეთანხმება, ერთმა მხარემ შეთანხმება დაარღვია, წავიდნენ სასამართლოში და იდაონო. ამ კუთხით ხელისუფლება იცილებს, მაგრამ მე ვსვამ კითხვას, აი იმ კუთხით, სადაც იქ მშენებლობის ნორმები არის დარღვეული. ადამიანის უფლებები არ არის დაცული, უსაფრთხოების ნორმები არ არის დაცული და მოქალაქეებს საფრთხე ექმნებათ. ერთი რომელიმე ობიექტზე ამ ხრივ რამე ღონისძიება გაატარა მერიამ? არაფერი. ესე იგი ზერელი მიდგომა და მე ვფიქრობ, რომ ახალი მერი ამ კონკრეტულ ფაქტთან დაკავშირებით საქმის კურსში შეიძლება არც იყოს და ვერც იქნება, თუმცა დაუსრულებელი მშენებლობის შესახებ ის ინფორმირებული უნდა იყოს, რომ ეს ვითარება როგორმე უნდა გამოსწორდეს. ახლა ამ შემთხვევაში ორივე ინვესტორი გაქცეულია უცხოეთში. ერთი პასუხისგებაშია მიცემული, მეორე ართმობს, როგორც მე მითხრეს, იყო ინვესტორი, რომელსაც სურდა დაშენება და ამის ხარჯზე ვალების გასტობრება, ყოველ შემთხვევაში ერთი მხარეც ჯინიანობს, მეორე მხარეც ჯინიანობს, ამიტომ გამოსავალი სასამართლო ხელისუფლების გადაწყვეტილებაზეა. დიახ, როგორც აღვნიშნეთ, ეს არ არის ერთადერთი გამოსავალი და ერთადერთი სამშენებლო კომპანიის საქმე არ არის, ქალაქში ასეთი მრავლად არის. როგორ ფიქრობთ, თქვენ ბევრი ასეთი საპროტესტო აქცია გაგიმართავთ ანალოგიური მოთხოვნებით, საერთო ფონი რას აჩვენებს, რატომ არასრულებენ კომპანიები ნაკის ვალდებულებებს და რატომ ტოვებენ ადამიანებს ღია ცის ქვეშ? რა იწვევს ამ ყველაფერს? მე ვფიქრობ, რომ ყველა ეს მშენებლობა უკავშირდება ყველა ყოფილ მერს. იმიტომ რომ ვიღაცას მერთან ახლო მეგობარი აღმოუჩნდა, გაუჩნდა სურვილი, რომ დავიწყებ მშენებლობას, მიდიან მერიაში, მერი ეუბნება დაიწყე, პრობლემა არ არის, ნებართვას მერე დაგაწევ, მერე ამასობაში ამ მერს ანიჭერენ, ან თავისუფლებენ, ეს პროექტი ვარდება, ფარველი აღარ ყავს, კორუფციაში გარიგებული პიროვნება აღარ ყავს, ჩერდება ეს მშენებლობა და იწყება აქედან ყველაფერი. ანუ თუმცა ის ყოფილი მერიც იმ სისტემის ნაწილი იყო, ხო? და ცხადია, დიდი ალბათობით ვერ მიიღებდა დამოუკიდებელ გადაწყვეტილებებს. ხო, რა თქმა უნდა, ახლა ყველაფერი ერთმანეთია შერწყმული, იმიტომ რომ მთავრობა და მერია ერთად ღებულობს გადაწყვეტილებას ამა თუ იმ მშენებლობასთან დაკავშირებით და ეს ერთიანი სისტემა რო იყო, არის და მომავალში სამწუხაროდ იქნება, ამაზე ყველა ვთანხმდებით ჩვენ და ამიტომ ეხლა ხალხია დამოკიდებული. ყველა მერთად უნდა გამოხატოს პროტესტი, რომ ერთხელ და სამუდამოდ ხელისუფლება აიძულოს, რომ ამ კუთხით ნაბიჯი გადადგას, თორემ მალე მხოლოდ ნანგრევები დაგვრჩება ჩვენ მშენებლობების. მადლობა, თქვენ უსმენთ პირდაპირ ეთერში უფლებადამცველ თამაზ ბაკურიძის მოსაზრებას, მანამდე თქვენ მოისმინეთ ასევე დაზარალებული მოსახლეობის მოსაზრებები და როგორც თავად ამბობენ, ისინი 10 წელზე მეტია, რაც ელოდებიან იმ კორპუსის მშენებლობის დასრულებას, რომელშიც აქვთ თანხები გადახდილი, თუმცა დღემდე არ იციან რა ბედიელით მათ, მშენებლობა არის შეჩერებული, კომპანიის წარმომადგენლებთან ისინი ვერ ახერხებენ გასაუბრებას და სწორედ ამიტომ საქმე არის სასამართლოსთვის გადაცემული და თავის მხრივ, როგორც თავად ამბობენ, სასამართლოს გადაწყვეტილების გამოცხადებაც ჭიანურდება, რაც ასევე მათი უკმაყოფილების მიზეზი ხდება. ახლა საპროტესტო აქციის მონაწილეები აპირებენ, რომ მსვლელობით გადაინაცვლონ ბათუმის მერიასთან, მსვლელობით ასევე მათი სათქმელი გაახმოვანონ ბათუმის მერიის წინ. მოგესალმებით, ქალბატონო, პირდაპირ ეთერში ვართ. გითხარით, რა არის თქვენი სათქმელი და ვის მიმართავთ? მე მიმართავ მოსამართლეს, რომ ამდენი სასამართლო გადაიდო 6 სასამართლო გადაიდო და არაფრის იმედი აღარ გვაქვს. გვინდა რომ სასამართლო ჩაინიშნოს და სასამართლო მიმდინარეობდეს. გასაგებია. მადლობა. თქვენ ისმენთ ერთ-ერთი დაზარალებულის მოსაზრებას. მოგესალმებით, ქალბატონო, პირდაპირ ეთერში ვართ. გითხარით, თქვენი სათქმელი მოთხოვნა რაში მდგომარეობს?
ჩემი სათქმელი ის არის, რომ 2008 წელს შევიტანე თანხა, 2013 წელს უნდა ჩაგვარებოდა ბინა, მაგრამ ესე თაღლითებმა ჩვენი ბინა არ ჩაგვაბარეს და ვართ დაზარალებულები და ძალიან განვიცდით ყველა ადამიანი. ამ ყოველივე სასამართლო არ მიმდინარეობს, აი აჭიანურებენ ერთი სიტყვით პროცესებს, გადადება ხდება და აქაც ჩნდება ბევრი კითხვითი ნიშანი, რომ მოსამართლე თავად არის მეტრეველი და რაიმე ნათესაური კლასი ხო არ არსებობს. გასაგებია, მადლობა. დიახ, ასეთი არის ის მოსაზრებები და მოთხოვნები, რასაც ისმენთ თქვენ პირდაპირ ეთერში. ახლა უკვე აქციის მონაწილეები მსვლელობით ინაცვლებენ ბათუმის მერიასთან, სადაც ასევე გაახმოვანებენ და იტყვიან თავიანთ სათქმელს ხმამაღლა და კიდევ ერთხელ მოთხოვენ ბათუმის ქართული ოცნების ბათუმის მერს იმას, რომ დაინტერესდეს საკითხით და მშენებლობის პროცესი განახლდეს, რაცა ისინი ამ დროის განმავლობაში არიან ღია ცის ქვეშ ნათესავებთან, ზოგიერთი მათგანი კი არის ქირით სხვადასხვა ტერიტორიაზე. თაღაიშვილის ქუჩა არ არის ერთადერთი და გამონაკლისი შემთხვევა. ბათუმში მშენებლობის უმრავლესი ნაწილი ისე იწყება, რომ დასასრული არ უჩანს და ამის შესახებ მედია და სხვადასხვა არასამთავრობო ორგანიზაცია წლების განმავლობაში საუბრობს, ირღვევა მესაკუთრეების უფლებები, კერძოდ საუბარია იმაზე, რომ მშენებლობის პროცესი არ სრულდება და ზოგიერთ შემთხვევაში საქმე გვაქვს იმასთან, რომ დაუსრულებელ კორპუსებში ცხოვრობენ ადამიანები რისკის შემცველ ზონაში, თუმცა მათ სხვა გამოსავალი არ აქვთ. პრობლემა არის ისიც, რომ უკვე დასრულებული კორპუსებში არ არის გათვალისწინებული უსაფრთხოების სამშენებლო ნორმები, უსაფრთხოების ნორმები, რის გამოც კორპუსების უმრავლესობა ექსპლუატაციაში არ არის შესული, რაც ცხადია ასევე პრობლემა არის ამ ქალაქის წინაშე. ახლა უკვე ემზადებიან აქციის მონაწილეები და უკვე მსვლელობა წუთი-წუთზე ბათუმის მერიისკენ გადაინაცვლებს, სადაც ასევე გამაძლიერებლით მიკროფონის საშუალებით ისინი ხმას მიეწვდიან ბათუმის თვითმმართველობას და კიდევ ერთხელ შეეცდებიან, რომ მათი სათქმელი მივიდეს გადაწყვეტილების მიმღებ პირთან. ისინი ამბობენ, რომ თუ მათი მოთხოვნები არ იქნება გათვალისწინებული, პროტესტის რადიკალურ ფორმებს მიმართავენ. ჯერჯერობით არ ასახელებენ ამ რადიკალური ფორმებს, თუმცა ამბობენ, რომ ახალი წლიდან სხვა გადაწყვეტილებებს მიიღებენ, თუ ქალაქის თვითმმართველობა მათ მოთხოვნებს არ გაითვალისწინებს. ამ ადამიანებმა არაერთი საპროტესტო აქცია გამართეს, როგორც ბათუმის მერიასთან, ასევე სასამართლოსთან, თუმცა ამ დრომდე გამოხმაურება მათ არ ქონიათ. მათ შორის თვითმმართველობამ არ განმარტა თავის გვერდზე ასევე მედია საშუალებებით, თუ რას აპირებს ამ მიმართულებით ისინი, თუმცა ზოგჯერ გვესმის მოსაზრებები იმის შესახებ, რომ ანალოგიური შემთხვევები არის კერძო პირებს შორის არსებული წარმოშობილი დავა, რის გამოც ისინი პროცესში ვერ ჩაერთვებიან, თუმცა აქ აქციის მონაწილეები, ასევე უფლებადამცველები აღნიშნავენ იმას, რომ ეს არის ჯაჭვური პრინციპი და ცხადია ეს შექმნილი მდგომარეობა დაკავშირებული არის თვითმმართველობასთან, რადგან მეტწილად ასეთ საქმეებში იკვეთება კორუფცია, ასევე ჩინოვნიკების ინტერესები, რის გამოც სამშენებლო პროცესი ვერ მიდის ბოლომდე და იქნება ანალოგიური პრობლემა. მოდით გავაგრძელოთ ისევ მოსაზრებების მოსმენად, ნახოთ რას ფიქრობენ აქციის მონაწილეები. მოგესალმებით, ქალბატონო, პირდაპირ ეთერში ვართ. გვითხარით, აბა თქვენ რა გაქვთ სათქმელი, ვესაუბრეთ. მოგესალმებით, პირდაპირ ეთერში ვართ. შეგიძლიათ დაზარალებულები გვითხარით, აბა 2007 წლის შემდეგ შენდება ჩვენი ბინა, ვინც არ შენებდა, იმან თითო ბინა 3-ჯერ, 4-ჯერ გაყიდა და გაიქცა და წავიდა. ჩვენ იმის შემდეგ ყველა წელიწადში 3-ჯერ, 4-ჯერ, 5-ჯერ, 10-ჯერ
მივდივართ ვაწუხებთ ზემდგომ ორგანოებს, მაგრამ არანაირი რეაგირება არა იქედან. ჩვენ ამ ქვეყნის შვილები ვართ თუ არა? როგორ ფიქრობთ, რატომ არ რეაგირებს თქვენს მოთხოვნაზე? მე არ ვიცი რატომ არ რეაგირებს. იმიტომ არ რეაგირებს, რომ ყველა ჩართულია ამ აფიორაში ალბათ ასე დაწყებული ჩემნაირი კაციდან დამტავრებული ბოლომდე. ქალაქის ცენტრში გაჩერებული ამდენი ხანია ბინა. ორი ბინა ერთად შენდება, ერთი 12-ზე აშენებული, ერთი 7-ზე. გაგვიყიდეს რამდენ ხალხს გაუყიდეს ჰაერი. იაფად, სულ იაფად. დატიეს ის ფული შეტანილები ხალხს დარჩა გაუყინა და კაცია რა პატრონი, სად ცხოვრობ ჩვენ, არავინ არ უნდა გვეპატრონოს. პატრონი არ უნდა გყავდეს? და ამ შემთხვევაში თუ გექნებათ თქვენ მოთხოვნა იმასთან დაკავშირებით, რომ შეხვდეთ ბათუმის მერს და როგორ ფიქრობთ, ის პროცესის მოგვარებაში დაგეხმარებათ თუ არა? მე ერთით დაგვეხმარება. თუ ოდნავ სამართალს ემსახურება ეს კაცი და სამართლიანია, ნამდვილად ჩვენს ამ ხელა იმას გაითავისებს, ამ ხელა გაჭირვებას. იტანს ზემდგომ ორგანოებამდე და ალბათ გვეშველება რაღაცა. ბოლოს და ბოლოს ძირითადი გაკეთებულია. დაამთავროს ეს ბინა, რა მოხდება, რამდენი წლებია ვიბრძვით, რამდენი წლებია. ძალიან ვთხოვთ, რომ მოგვაქციონ ყურადღება. მადლობა. გრძელდება მსვლელობა ბათუმის მერის მიმართულებით. თქვენ ახლა ისმენთ თამაზ ბაკურიძის უფლებადამცველის სიტყვას, რომელსაც მოგესმენთ პირდაპირ ეთერში. მათ არ შედიოდა და აქედან გამომდინარე პრობლემა არჩა მოუგვარებელი. არა და ხელისუფლებას გააჩნია ერკები, შოლებითაც მას შეუძლია ამ პრობლემის მოგვარება. ეხლა ჩვენ ვართ ახალ მერთან იმისათვის რომ გავიგოთ, ეს მარტო ერთი შემთხვევა არ არის. ქალაქში ბევრი დაუმთავრებელი კორპუსებია, ისეთივე ქაოს მდგომარეობა ამ მხრივ, რომ ქაოსური მშენებლობები მიმდინარეობს და გამომდინარე ერთხელ და სამუდამოდ ხელისუფლება აღმოჩნდება იმ რეალობაში, რომ მარტო დაუმთავრებელი დაშლილი შენობა ნაგებობები აღმოჩნდება. რა თქმა უნდა, არა მარტო იმ მოქმედებს. ტურისტი მოვა ნანგრევებში. ტურისტს უნდა გამართული, აწყობილი ინფრასტრუქტურა და ტურისტს უნდა რომ მისი უსაფრთხოება იქ სადაც დასასვენებლად ჩადის, იყოს უზრუნველყოფილი. ეხლა მიდით ხელისუფლებას მოუწოდებ, მივიდეს თავთავაზის აი ამ უბანში, სადაც ეს ხალხი იბრძვიან რომ დამთავრდეს. მე კიდევ ერთხელ შეგახსენებთ, რომ ბათუმში იმართება საპროტესტო აქცია. თაყაიშვილის ქუჩის 50 ნომერში მშენებლობა დაიწყო, თუმცა არ დასრულდა, რის გამოც 200-ზე მეტი ოჯახი თავს დაზარალებულად მიიჩნევს და ისინი ითხოვენ ბათუმის მერიისგან რეაგირებას, რადგან არიან ღია ცის ქვეშ და მათ მიაჩნიათ, რომ თუ ქალაქის თვითმმართველობა არ ჩაერთვება ამ პროცესში, შეუძლებელია იმ პრობლემის მოგვარება, რაც წარმოიშვა წლების განმავლობაში. მანამდე აქციის მონაწილეები იმყოფებოდნენ ბათუმის მერიასთან და მოსამართლეს თხოვეს საკითხის დროული განხილვა და გადაწყვეტილების მიღება, რადგან სასამართლოს გადაწყვეტილების მიუღებლობა აჭიანურებს კიდევ ერთხელ პროცესს და მათი ბედი არის კვლავ გაურკვეველი. უნდა აღინიშნოს ისიც, რომ ეს კორპუსი არ არის ერთადერთი გამონაკლისი, რომელიც არის პრობლემის წინაშე ქალაქის მასშტაბით, რადგან ანალოგიური სიტუაცია ქალაქის დიდ ნაწილში არსებობს. სამშენებლო კომპანიები იწყებენ მშენებლობას, აჩერებენ პროცესს და ხშირად არის დაუსრულებელი კორპუსები ქალაქში, რის გამოც ასეულობით ადამიანი რჩება ღია ცის ქვეშ და ეს პროცესი გრძელდება წლების განმავლობაში, თუმცა თვითმმართველობა ამ მიმართულებით ვერაფერს აკეთებს და ხშირად აქვთ მათ პოზიცია ის, რომ ორ კერძო პირს შორის დავაში ისინი ვერ ჩაერთვებიან, თუმცა თავის მხრივ აქციის მონაწილეები, მათ შორის უფლებადამცველები აღნიშნავენ იმას, რომ ეს პროცესი არის ჯაჭვი ერთგვარი და ეს სამუშაოების გაჭიანურება იწვევს კორუფცია, ასევე მაღალჩინოსნების სხვადასხვა ინტერესი, რის გამოც სამშენებლო კომპანიები ვერ ასრულებენ მშენებლობას და ნაკის ვალდებულებებს რჩება ჰაერში
აქციის მონაწილეები სასამართლოდან მსვლელობით მიდიან ბათუმის მერიასთან, სადაც კიდევ ერთხელ დააფიქსირებენ თავიანთ მოსაზრებას და ითხოვენ ბათუმის მერისგან ყურადღების მიქცევას. დიდი ალბათობით ბათუმის მერია ამ ადამიანებს არ გამოეხმაურება, რადგან ქონია არაერთი ასეთი საპროტესტო აქცია, რასაც თვითმმართველობა აიგნორებს და ცდილობს, რომ არ შეიმჩნიოს ხალხის პროტესტი, რომელიც პერიოდულად იმართება ბათუმის მერიის წინ. ეს ადამიანები განმარტავენ იმას, რომ უმრავლეს მათგანს უკვე ბინის თანხები გადახდილი აქვს, ზოგიერთს ნაწილობრივ, ზოგიერთს სრულად და იმასაც ამბობენ, რომ არის ისეთი შემთხვევები, როცა მესაკუთრეს ბინის კომპანიის მესაკუთრეს ერთი და იგივე ბინა რამდენჯერმე აქვს გადაყიდული და ერთ ბინას ყავს რამდენიმე მესაკუთრე. წუთით-წუთზე უკვე საპროტესტო მსვლელობა მივა ბათუმის მერიასთან და ცხადია, იქ მეგაფონის საშუალებით გაკეთდება განცხადებები და ნახოთ რა ტიპის გამოხმაურება ექნება ბათუმის მერისგან, თუმცა ნაკლებად სავარაუდოა, რომ რაიმე ტიპის გამოხმაურება კონდეს თვითმმართველობის მხრიდან, რადგან ანალოგიურ შემთხვევებს და ანალოგიურ აქციებს თვითმმართველობა მეტწილად აიგნორებს და ცდილობს, რომ ეს პროცესი ახსნას იმით, რომ ორ პირს შორის არის დავა, კერძო პირს შორის არის დავა და თვითმმართველობა ამ პროცესში ვერ ჩაერთვება. საუბარი არის ბათუმში ჩაყაიშვილის ქუჩაზე მშენებლობის დაუსრულებლობაზე და ამბობენ იმას, რომ სამშენებლო კომპანიის წარმომადგენლებთან ისინი ვერ ახერხებენ დაკავშირებას 10 წელზე მეტია, რაც ითხოვენ მშენებლობის დასრულებას, თუმცა ეს პროცესი არის დაპაუზებული და როგორც თავად გვითხრეს, ზოგიერთ მათგანს ჰქონდა მცდელობა იმისა, რომ დაუსრულებელ კორპუსში შესულიყო, დაესრულებინა რემონტი, წამოეწყო რემონტი, თუმცა როგორც კი დაიწყო ეს პროცესი, შეუწყვიტეს ელექტროენერგია, წყალი, ანუ კომუნალური ინფრასტრუქტურა და ვეღარ მოახერხეს რემონტის გაგრძელება, რის გამოც გამოვიდნენ და ეს პროცესიც არის შეჩერებული. საპროტესტო აქციის მონაწილეები უკვე მოვიდნენ ბათუმის მერიასთან და აქვე გაკეთდება, რა თქმა უნდა, და გახმოვანდება ის მოთხოვნები, რაც მათ გააჩნიათ. ქართული ოცნების გადაწყვეტილებების თანახმად, ქართული ოცნების პარლამენტის გადაწყვეტილებების თანახმად ქვეყანაში იკრძალება საპროტესტო, უпростоრად იზღუდება საპროტესტო აქციების გამართვა, მათ შორის ერთ-ერთი კანონი ითვალისწინებს წინასწარ შეტყობინება საპროტესტო აქციის გამართვის შესახებ, მათ შორის უკვე დაინიცირებული არის ახალი კანონი, რომლის თანახმადაც საფეხმავლო გზაზეც, ანუ ტროტუარზეც აქციის გამართვა საჭიროებს შეთანხმებას და საუბრობენ იმაზე, აქციის მონაწილეები, საუბარი არის იმაზე, პროევროპული საპროტესტო აქციის მონაწილეების მხრიდან, რომ ქართული ოცნება ყოველ ჯერზე ცდილობს პროტესტი ჩაახშოს სხვადასხვა კაბალური კანონებით და ყოველ ჯერზე უფრო შემზღუდავ გადაწყვეტილებებს იღებს ქართული ოცნების პარლამენტი. ჩვენ ვხედავთ ახლა საპროტესტო აქციას, თუმცა აქ პოლიციელები მცირე რაოდენობით არიან წარმოდგენილები და ვხედავთ იმასაც, რომ პოლიციელები ჯერჯერობით არ უშლიან ამ ადამიანების პროტესტის გამოხატვას ბათუმის მერიასთან.
რასაც ვერ ვიტყვით მაგალითად პროევროპული საპროტესტო აქციების გამართვაზე. ჩვენ ვიცით, რომ ქვეყანაში იმართება უკვე 1 წელზე მეტია საპროტესტო აქციები და ასეთი აქციების გამართვის პროცესში პოლიციელთა განსაკუთრებული მობილიზება შეიმჩნევა. თუმცა აქ ჯერჯერობით პოლიცია არ არის მოსული, რამდენიმე 1-2 პოლიციელი შორი პერიმეტრიდან აკვირდებიან მიმდინარე საპროტესტო აქციას. ნუ გვაგრძნობინებთ, რომ მოქალაქე მეორე ხარისხოვანია, ასევე მოგესალმებით. ჩვენ ვხედავთ ერთ-ერთ საპროტესტო ბანერს. ეს ცოტა აქეთ მერია მიცის პრობლემა გადაწყვეტილება სად არის ასეთი შინაარსის ბანერები აქვს აქციის მონაწილეებს. ამბატ დაცვის სამსახურზე ესმის ქალაქ ბათუმის მერიის ხელმძღვანელობას შევხვდეთ იმ საკითხთან დაკავშირებით, რომელიც მათთვის ცნობილია. ეს ეხება დაუმთავრებელ მშენებლობებს. მთელი ქალაქი ისევე როგორც ქაოსური მშენებლობები, სავსეა დაუმთავრებელი მშენებლობები. ეხლა წაღან ჟურნალისტი მეკითხება რამ გამოიწვია ესო, ძალიან შორს სწავლობ და ბევრ რაღაცასთან არის ეს დაკავშირებული და მიზეზების ძიება შორს წაგვიყვანს, მაგრამ ფაქტია, დაუმთავრებელი მშენებლობები გაფცილია მთელი ქალაქი. უამრავი ადამიანი დღეს განიცდის ამ პრობლემას და ეს მარტო განცდა არ არის, მეგობრებო. ეს არის ძალიან რთული და დიდი პრობლემა. რატომ? აი აქ არიან ეხლა ოჯახები, რომელიც წლების განმავლობაში საკუთარი ნაშრომი, ზოგი მიგრაციიდან მიღებული ფული, ზოგმა მამაპაპური ქონება ჩადო იმისათვის, რომ მიეღო უკეთეს. მაგრამ რა მიიღო? არაფერი აბსოლუტურად, გარდა ნერვიულობისა, სტრესისა, ნერვოზისა და წაგებისა. ძალიან ბევრი ეხლა ის ქალბატონი დღეს აქ არ არის, ჩემი მეუღლეო ნერვიულობით გარდაიცვალაო. ბევრი ვერ იტანს ხალხო, იცით? ბევრი ვერ ეგუება და ნებისყოფა არა აქვს, როცა ხედავს, რომ დაკარგა ის, რაც ჰქონდა უკეთესის ძიებაში და ვერ ხედავს პერსპექტივას, მეგობრებო, ვერ ხედავს გამოსავალს. მოვიდა მერიაში, ეგ საკითხი მე არ მეხება. მივიდა მთავრობაში, ჩვენაშუაში ვარ. მივიდა პროკურატურაში, მაგით აღნითიათ და გაქცეულია, ვერაფერს ვერ მიზავ. საწავიდეს ეს ხალხი ყველა დაურბის პასუხისმგებლობას და აღმოჩნდა, რომ არავინ პასუხის გამცემი არ არის. და როცა ელექტროენერგია შეიყვანეს იმისათვის, რომ შევიდე, რომ ჭერი მქონდეს, იმ წუთში გამოთიშეს. იმ წუთში გაჩნდა ყველა მუნიციპალური სამსახური, გაუთიშეს, ყველაფერი გაუთიშეს. ესე იგი, პატარა რაღაცას თუ გააკეთებ ისეც, რაც სახელმწიფოს არ მოსწონს ან კიდე სხვა კომერციულ სტრუქტურას, ეგრევე დაგადგებიან თავზე. არ შეიძლებაო, კანონი ირღვევა. კანონი არ ირღვევა ამ ხალხის წინაშე, როცა შენ კონსტიტუციაში იწერია, რომ ვალდებული ხარ ყველა ადამიანი უზრუნველყო საცხოვრისს. საცხოვრის ვინ ამბობს, კაცო, რაც ქონდათ ისიც დაგარგეს და რაც უნდა მიიღონ, იმაში არავინ არ ეხმარება. ამიტომ ჩვენ გქონდა ჩიქოვანთან შეხვედრა ამ თემასთან დაკავშირებით, აქ ვიყავით მოსული. მან შემოგთავაზა, რომ ერთ-ერთი რაც მე შეგიძლიაო, სართულებს დავამატებთო და იმის ხარჯზე შეიძლება იმ ძველმა ინვესტორმა რაღაცა გამოსავალი იპოვოს. არ დათვალეს 4 სართულის დამატება შეიძლებაო. დათვალეს და ის ვანს ვერ ისტუმრებს. რა ქნას ის კიდე არ არის თანახმა, როგორც ვიცით, რომ სხვა ინვესტორს გადაცეს კორპუსი. კი ბატონო, კანონმა აღიარა, რომ თაღლითებია, ორივე გაქცეული. რა ქნას ეხლა ამ ხალხმა? რა გზას დაადგეს? ამიტომ მე ვფიქრობ, ხელისუფლება ვერ გაექცევა პასუხისმგებლობას იმ კუთხით, რომ თითქოს ორ კერძოფილს შორის დავაში ვერ ჩაერევა. ხელისუფლება ჩაერევა კი არა, უფრო მეტი უნდა გააკეთოს, როცა ხედავს, რომ საკუთარი მოქალაქე
უკანონოდ იმყოფება თქვენ უსმენთ უფლებადამცველ თამაზ ბაკურძის გამოსვლას ბათუმის მერიასთან. ისინი მიმართავენ ბათუმის მერს, ქართული ოცნების მერს, რომ მათი პრობლემები მოისმინოს და შესაბამისი გადაწყვეტილებები მიიღოს. იმ შემთხვევაში თუ გამოეხმაურება ბათუმის მერია, ცხადია, აჭარა ტაიმსი მისცემს შესაძლებლობას თვითმმართველობას, რომ საკუთარი პოზიცია დააფიქსიროს ამ ადამიანების წინაშე. ჩვენ ასევე ვიღებთ ვალდებულებას იმ შემთხვევაში თუ სამშენებლო კომპანია გადაწყვეტს, რომ საკუთარი პოზიცია გამოხატოს, გააკეთოს კომენტარი, უპასუხოს ამ ადამიანებს, ცხადია, აჭარა ტაიმსი ამისთვის შესაბამის სივრცეს გამოყოფს. ჩვენ ველოდებით მათგან უკავშირს და ცხადია მყესიერად მათ პოზიციას მოვისმენთ და გავაცნობთ ჩვენს აუდიტორიას. მადლობა, რომ გვენდობით და მადლობა ნდობისთვის. გემშვიდობებით. ეს პრობლემა უნდა ქალაქის მერიას აწუხებს და